პრინციპებიდან გამომდინარე ვსვამ ამ კითხვას. მარტო აუზი ხო არ არის გორის მუნიციპალიტეტის საზრუნავი, ხო? თუმცა არ მინდა რომ ვიღაცა მკუდი გამოაბაშო, აი მე ახლა სკოლიოზით დაავადებული ბავშვების მტერი ვარ და ახლა ეს არის დილით ჩაისვათან ერთის ეს რა ქვია თოთო ბავშვი, მაგრამ მე ვსვამ კითხვას, თუ ჩვენ აუზისთვის ავიღებთ სესს, ჩვენ ერთი კაცი იღებს ბანკის სესს, ისევ იღებს მუნიციპალიტეტი, ხო? ეხლა იმ სესიის გარდა ჩვენ სხვა ვალდებულებები ცხოვრობს და სხვა სესიები შეიძლება ავიღოთ. რამდენად გაგაჩნდეს ჩვენი ჯიბე, რომ ამ ბანკს გადაუხადოთ ბატონო ეს ქირადი სესს აღარ არის თუ ვერ გავკაჩავთ რა, როგორც შეიძლება. დედაჩემის 20% არის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა, ჩვენი საკუთარი 30% მუნიციპალური განვითარების ფონდი გვაძლევს გრანტის სახით და მხოლოდ 50%, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ ვაძლევს თანხმობას მერიას, რომ მიუზეთი იყოს, აქ არის ლაპარაკი, რომ სესხად ვიღებთ მხოლოდ მაქსიმალური თანხა შესაძლებელი აიღოს 1 მილიონი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს 700,000 და არა 1 მილიონი ან 600,000 იმის მიხედვით, რა დაჯდება პროექტი და 50% ამ თანხისა რა იქნება. ჩვენ პროცესში ვისაუბრეთ და მეგობრებო ესეთი გადაწყვეტილება. კარგი იყო პროექტი დასრულებული, ხო დაგვენახა რა თანხაჭდება. ზუსტად გაგვეთვალა რა კეთდება, როგორ კეთდება, რა თანხაჭდება და მე გვეყარა კენჭი. რახან ეხლა თქვენ ამბობთ რომ ეს საჭიროა და არ იქნეს, ამიტომ ჩვენ უარს აღვიძახით, მაგრამ კენჭისთაში მონაწილეობს ფრაქცია არ არის. 11%. ხო, რა თანხის გადახდა მომწევს საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტს. ეს იქნება ხანგრძლივი, ანუ 10 წლიანი სესხი, ამ დოკუმენტში მიწერია. საშეღავათო პერიოდიც აქვს წელიწადნახევარი, მაგრამ მთავარი ისიც რა არის? იმის არის 11%-იანი სესხი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ 30% იქნება გრანტი, 50% ნუ დაავიღოთ 11%-იანი სესხი, როგორც 11%, მაგრამ იმის გამო 30% ამ პროექტისა გრანტის სახით გვაძლევს სესხი გამოფის გაცილებით 10%. 10 წლის განმავლობაში მაგის გადახდა მუნიციპალიტეტისთვის და სამაგიეროდ ამხელა საქმის გაკეთება, რომ აუზის რეაბილიტაცია მოხდება სრულად და გაკეთდება ძალიან კარგი კომპლექსი, გამაჯანსაღებელი, არა მარტო აუზი, შეიძლება სხვა რაღაცების გაკეთდეს ამ თანხაში. ეს იქნება იმდენად დიდი პლუსი ზოგადად და იმდენად დიდი შვება გორის მოსახლეობისას, ყველა ვიცით ხო, რომ წელიწადნახევარი აუზი არ ფუნქციონირებს და ამხელა უკმაყოფილებას იწვევს ეს. სავარაუდოდ დალხენისკენ საქმე არ მიდის ზოგადად ფინანსური თვალსაზრისით. შემდგომ წლებში უფრო ხო არ გაგვიჭირდება და თავში სახლები ხო არ გაგვიხდება უკაცრავად ამ გამოწვევას. მიდია ხო ეხა ესენი ელოდებია რომ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და უბრალოდ ვარი არ უნდა რომ დავახვედრო და მაგას შიშობს და ჩვენ წადი გავიგოთ რა ეხა